ჭირაძე საქართველოს მოფარიკავე და ეროვნული ნაკრების წევრი. წინა კვირაში რუმინეთში ევროპის თასი იყო შეჯიბრი, სადაც პირველი ადგილი დავიკავე და ძალიან ბედნიერი ვარ. კონკურენცია, რა თქმა უნდა, რთული იყო, იმის მიუხედავად ფინალში 15-4 გავიმარჯვე. მაინც გამიჭირდა 4 შესასვლელი, განსაკუთრებით პულკა. იმიტომ რომ როგორც მე ასევე ყველა მოფარიკავის უნდა იქ მოგება და მოგებისთვის იბრძოდნენ. ორგანიზება ძალიან კარგი იყო, მომეწონა, დარბაზი მშვენიერი იყო, გარემოც ძალიან ლამაზი იყო. ხოლო რაც შეეხება ჩემს შედეგს, ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ წინა შეჯიბრთან განსხვავებით ბევრი შეცდომა გამოვასწორე და შეუძლია რომ უკეთესად მეფარიკავო. ეს ოქრო ძალიან კარგი იყო, მაგრამ ამ ოქროს მედლამდე ძალიან ესე რომ ვთქვათ რთული წარსული მაქვს ფარიკაობაში, იმიტომ რომ ფარიკაობა ჩემი სრულით არ დამიწყია, ეს დედის გამო დავიწყე ფარიკაობა შვილის სასაკში. რთული იყო, რომ ყოველდღე ვარჯიშზე მიუსულიყავი და გამეკეთებინა და ისაც არ მომწონდა. მაგრამ შემდეგ 2-3 თვის შემდეგ, რამოდენიმე თვის შემდეგ რაღაც პატარა შეჯიბრზე მივიღე მონაწილეობა და იმ დონეზე მალე ავიღე მუხტი და რაღაც ჩავები ესე რომ ვთქვათ ბრძოლებში, ძალიან მომეწონა ესე 5-6 ბრძოლის შემდეგ. დავიწყებ იქიდან, რომ ანანოს ფარიკაობაზე მოხდა ჩემით. რა თქმა უნდა, მე ვიყავი მოფარიკავე სპორტსმენი და მოუწია აქედან მოსვლა აქ. რაცა სხვა გამოსავალი არ მქონდა, გინდა არ გინდა უნდა მოვსულიყავით აქ, რომ ბავშვი ჩემთან ყოფილიყო. რაც შეეხება ანანოს, ანანო არის ძალიან შრომის მოყვარე, ძალიან მიზანდასახული და ძალიან მონდომებული სპორტსმენი. მას აქვს ყველა ის რესურსი, ყველა ის ძალა და ყველა ის შესაძლებლობა, რაც სპორტსმენს უნდა ჰქონდეს. კი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ, იმიტომ რომ მხოლოდ მწვრთნელი არ არის და მხოლოდ მწვრთნელთან რო გაქვს ურთიერთობა, ეგ ურთიერთობა არ გაქვს და ძალიან რთულია. იმიტომ რომ როგორც დედა შენსგან ძალიან ბევრს მოელოდება, იმაზე ბევრს ვიდრე შეგიძლია. სიმართლე რა გითხრათ, ორმაგად ვნერვიულობ, იმიტომ რომ არ მინდა რომ გული გაუტეხო დედას და იმედები გაუცრუო. ძალიან ემოციური არ დაგიმალავთ, იმიტომ რომ ჯერ იმიტომ რომ არის შვილი ჩემი და როცა ის ბრძოლას იწყებს, ემოციური ფონი ყოველთვის მატულობს. თუმცა მე ვცდილობ რომ მას ეს არ შეამჩნიოს, რადგან მის სახეზე ეს ისახება. და ბრძოლას როცა არის მომენტები, როდესაც ბრძოლას ის იწყებს ძალიან ცუდად, მაგალითად 3-1-2-0 და მე ვცდილობ რომ მის მიმართ ვიყო ობიექტური, შეშრონების დროს დავასვენო და არ დავძაბო ის. ჩემი პირველი ოქროს მედალი იყო აჭარის ჩემპიონატზე. სადაც ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვე ფინალი, რაც ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, იმიტომ რომ საკმაოდ პატარა ვიყავი და რაღაც ძალიან მიჭირდა იმის გაფიქრება, რომ ეხლა მაგ შეჯიბრზე პირველ ადგილს ავიღებდი, იმიტომ რომ კონკურენცია ძალიან მაღალი იყო, ადრე განსაკუთრებით ძალიან ნიჭიერი ბავშვები გამოდიოდნენ სასაჯიბროდ. საქართველოს ჩემპიონი ვარ სამგზის, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2025 წელს მოპოვებული ოქრო, იმიტომ რომ კადეტებსა და იუნიორებს შორის მოიპოვე ოქრო დიდებში და პატარებშიც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ამ ოქრომ დამეხმარა, რომ დიდების ეროვნულ ნაკრებში ყოფილიყავი, რაც ყველა დამთახებოდა სპორტსმენისთვის. ჯერ პირველი მიზანი არის, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვდეს, შემდეგ უკვე მოყვება სხვა წარმატებების. უკვე 5 წელია, რაც საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრი ვარ. ძალიან დიდ წარმატებას მაქვს მიღწეული, მაგრამ გამოვარჩევდი ბულგარეთში, ქალაქ შუმეში მოპოვებულ ოქროს მედალს. ჩემი პირველი ოქრო იყო საზღვარგარეთ. პირველად დავაჟღერე საქართველოს ჰიმნი, რაც ორმაგად ემოციური და უფრო საპასუხისმგებლო იყო. საკუთარ თავისგან მაქსიმუმ შედეგი ველოდებოდი მაგ შეჯიბრზე და მაქსიმუმით დავდე. ხოლო რაც შეეხება დიდებს ეროვნულ ნაკრებს, ჯერ დიდი ხანია არ ვარ ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ ფიქრობ რომ მომავალი წინ მაქვს. კი, ფარიკაობა ძალიან რთული სპორტია, იმიტომ რომ არ მოითხოვს კონკრეტულად ერთ რაღაცას, მოითხოვს ძალიან ბევრ ფიზიკურ მონაცემებს, მაგრამ ჩემი აზრით პირველი როგორც ყველა სპორტსმენს, ნამდვილ სპორტსმენს უნდა ქონდეს, არის ფსიქოლოგია ძალიან კარგი, იმიტომ რომ ფარიკაობაში განსაკუთრებულად საჭიროა მოთმინება, შეიძლება ტექნიკა სისწრაფე არ გაგაჩნდეს, მაგრამ 9 წუთის განმავლობაში ბილიგზე სასწაულად მომთმენი იყო და გაიმარჯვა. ეს მომთმენობა მოდის ფსიქოლოგიიდან, რაც
ძალიან მნიშვნელოვანია მოფარიკავისთვის, ხოლო შემდეგ მოდის დანარჩენი კომპონენტები, რაც არის სისწრაფე, აი მაღალი თუ ხარ ძალიან ორმაგი პლუსია მოფარიკავისთვის, მოხერხებულობა, სიმამაცე, აი შიში არ უნდა გაგაჩნდეს, თორე ძალიან ბევრს წააგებ. ფარიკავა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ფარიკავის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, რაც არ უნდა ვეცადო. ძალიან დიდი როლი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, ძალიან დამოკიდებული ვარ ჩემი მიზნები და ჩემი მომავალი მთლად ფარიკაობაზე არის დაფუძნებული. ხოლო რაც შეეხება გრაფიკს, ძალიან რთული გრაფიკი მაქვს, იმიტომ რომ ერთი წლის განმავლობაში ვარჯიშის და სწავლის გარდა არაფერს არ ვაკეთებ. კი, ყოფილა ესეთი მომენტი, როცა ფარიკაობისთვის მიფიქრია, პაუზის აღება, დანებება არა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, იმიტომ რომ ისეთი შედეგი არ მქონია, როგორც მინდოდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი ევროპის ჩემპიონატისთვის. თითქმის წლები, რომ აი რაღაც შედეგი დამედო და სამწუხაროდ ვერ მოახერხე გახარება ჩემი თავის და ჩემი მწვრთნელის და მან მეგონა რომ უფრო შორს დავიჭერე თავს, უფრო კარგად ვიქნებოდი, მაგრამ ეგრე არ გამოვიდა, იმიტომ რომ ფარიკავა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მეხმარება და როდესაც ცუდ ხასიათზე ორან რაიმე არ მიდის, ისე როგორც მე მინდა, ვცდილობ რომ ვივარჯიშო და სიგული გადავაყოლო. ეხლა ვემზადები ევროპის ჩემპიონატისთვის ისევ, მაგრამ მანამდე გერმანიაში ევროპის შეშარჩევი ტურნირი იქნება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი კარიერისთვის და ჩემი ქულებისთვის, რეიტინგისთვის. კარგად მიდის მოსამზადებელი პერიოდი, ყველაფერი კონტროლშია, ვცდილობ რომ ფიზიკურ დატვირთვას მივაქციო ყურადღება თავიდან და შემდეგ უფრო ფარიკაობის მხრივ დავიტვირთო. კონკურენცია იქნება ძალიან მაღალი, ძალიან გამიჭირდება და ძალიან რთული იქნება, მაგრამ შანსებიც დიდი არის და არასდროს არ უნდა დავუნებდეთ. ჩემი მიზანი არის ფარიკაობაში, რომ ევროპის ჩემპიონატზე მედალი ავიღო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემი კარიერისთვის და მომავლისთვის. ხოლო ჩემი ოცნება არის, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გავხდე, იმიტომ რომ ბავშვობიდან ეს ოცნება მქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ ახდება. ჩემს გულშემატკივრს და სრულად საქართველოს ვპირდები, რომ არასდროს არ დავუნებდები და ჩემ მაქსიმალურს ჩავდებ შეჯიბრზე და ვარჯიშებზე. მოგესალმებით, დღეს როგორც ყოველთვის საინტერესო სპორტული სიახლეები გვაქვს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ტესტ მატჩების სერიის პირველ შეხვედრაში აშშ-ს ნაკრებს ბათუმში უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 43-30 დაამარცხა. ჩვენი ნაკრების მხრიდან ლელოების დუბლი გიორგი კვესელაძემ გაიფორმა, თითო ლელო კი ირაკლი ქვათაძემ, ლუკა ჯაფარიძემ, ბექა გორგაძემ და გელა აფრასიძემ გაიტანეს. ნოემბრის ტესტ მატჩების სერიის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს კვლავ ბათუმში გამართავს. ბორჯღალოსნების მეტოქე კანადის ნაკრები იქნება. პირველ რიგში გამარჯვებას გილოცავთ. არ უარყოფ იმასაც, რომ ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა, რაც თამაშის ხარისხზეც აისახა. კანადასთან გველის კიდევ ერთი მატჩი და შემდეგ უკვე იაპონიასთან. მთელი გუნდი აუცილებლად ვიმუშავებთ, რომ ის შეცდომები, რომლებიც დღეს ამერიკის ნაკრებთან დავუშვით, შემდეგ შეხვედრებში გამოვასწოროთ. მოხარულები ვართ მაინც გამარჯვებით, იმიტომ რომ ყველაფერთან ერთად ეს გუნდის მიზანი იყო, რომ გამარჯვებით დაგვიწყო, რა თქმა უნდა, ეს ტურნირი და შემდეგ შესაგავგრძელოთ. რაც შეეხება მაღალ ბურთებს, ეგ მალევე ვიგრძენით მოედანზე. ასე რომ ვთქვათ, მომენტუმი დაიჭირა ამერიკამ. და მაგ მომენტუმის დროს სწორედ ეგ 50-50 მომენტები თითქმის ყოველ ჯერზე იმათ სასარგებლო დასრულდა. მაგრამ ჩვენ ეს ვიგრძენით, ჩვენ ეს ვთქვით და მაქსიმალურად შევიცადეთ მალევე გამოგვსწორებინა. დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრაზე მზადება თბილისში დაიწყო. საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს თბილისში ესპანეთს, ხოლო 18 ნოემბერს სტუმრად ბულგარეთს დაუპირისპირდება. ვილი სანიელმა ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ორმა ფეხბურთელმა სანაკრებო გამოძახება პირველად მიიღო. მათ შორის არიან ესპანური კადისის 25 წლის მოთამაშე იური ტაბატაძე და სლოვაკური ჟილინას 20 წლის ფეხბურთელი ალექსანდრე ნარიმანიძე. აქვე გეტყვით, რომ მოახლოებულ მატჩებში ჩვენს ნაკრებს ტრავმის გამო გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კაკაბაძე ვერ დაეხმარებიან. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ახალგაზრდა ძალოსნებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ალბანეთში 20-დან 23 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა 30 მედალი მოიპოვეს. აქედან 12 ოქრო, 11 ვერცხლი და 7 ბრინჯაო. ქართველი ძალოსნები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ჩვენ შევხვდით ჩვენს სახელოვან ახალგაზრდებს ძალოსნებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე 21 მედალი დაიმსახურეს. სამინისტრო ყოველთვის მხარს დაუჭერს ჩვენ ასეთ ფედერაციებს. მოგეხსენებათ 2023 წელს ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა ქართველმა სპორტსმენებმა არნახული შედეგი აჩვენეს. ჩვენ საერთო ჯამში მოვიპოვეთ 30 მედალი, რომელიც ძალიან სასიხარულოა, რეკორდული მაჩვენებელი არის. გამარჯვებას ერთად ჩვენმა ქართველმა სპორტსმენებმა ახალი ევროპის რეკორდების დააფიქსირეს. მოგეხსენებათ 2026 წელს გვაქვს ევროპის ჩემპიონატი, სადაც დარწმუნებულად თითოეული მათგანი და რამოდენიმე მათგანი ასპარეზობს და ევროპის ჩემპიონატზეც გვექნება გარკვეული სინჯის მედლები. მოვიპოვეთ 3 ოქროს მედალი და დავამყარეთ 3 ევროპის რეკორდი. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავითაც და ჩემი გუნდითაც და მაქსიმალურად ვშავდობთ ყოველ ჩემპიონატზე მომავალში. საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა საქართველოს სუპერლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში ზესტაფონის მარგვეც უმასპინძლა და 78-ით 88 დამარცხდა. ბათუმელთა რიგებში საუკეთესო 19 ქულით მაირინ ტომასი იყო, ხოლო სტუმრებს 21 ქულით ჯალენ ჰილმა ულიდერა. 4 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმი ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი 14 ნოემბერს სტუმრად ტყიბულის ორბთან გამართა. ქედაში ქართულ ჭიდაობაში 2025 წლის აჭარის აბსოლუტური ფალავნობა გაიმართა. ტურნირში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 50 სპორტსმენი მონაწილეობდა. აბსოლუტური ფალავანი ზვიად მახარაძე გახდა. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო აბსოლუტურ ფალავანს დამატებით ტრადიციული პრიზი ცხვარი გადაეცა. შეჯიბრება აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. ბავშვობიდან ამ სპორტით ვარ დაკავებული, სხვა ჭიდაობა არ მეჭირდა, იყო რაღაც სხვა ჭიდაობები, მაგრამ ძირითადად ქართული ჭიდაობიდან დავიწყე და ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ 2 წელიწადი თითქმის არ მეჭიდავია, ბოლო ტურნირი რო ვიჭიდავე, მაშინაც მოვიგე. და ეხლაც დაბრუნება ეს არის ჩემთვის, რა ვიცი, ძალიან ემოციებში ვარ, იმიტომ რომ წინ ძალიან დიდი მიზნები მაქვს დასახული და ამიტომაც ფიქრობ, რომ შრომას არ დავანებებ, თავს გავაგრძელებ. აჭარის აბსოლუტური ფალავნობა საკმაოდ წარმატებით ჩატარდა, დასრულდა. ჩვენ დღეს ვიხილეთ ჩვენი ფალავნების გამორჩეული ბილეთებიც, ვიხილეთ მათი დამოკიდებულება ქართული ჭიდაობისადმი. ერთხმად იქნა აღიარებული დღევანდელი ჩვენი ფალავნის ზვიად მახარაძის გამორჩეული დამსახურება და დამსახურებულად მიღებული საპატიო წოდება აჭარის 2025 წლის აბსოლუტური ფალავნობა. ზვიადი ფაქტიურად დაამარცხა 2 ორგზის აჭარის აბსოლუტური ფალავნები, რუსლან შავაძე და თაზო ბედინაძე. სპორტის მინისტრი ძიუდოს აკადემიაში ღია ვარჯიშს დაესწრო და 23 წლამდელთა ნაკრებს როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური წარმატება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ მოლდოვის დედაქალაქ კიშინოვში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ ასპარეზობებში 6 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონობა გიორგი ჯაბნიაშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონები მათე გოგობერიძე და მათე ბერუაშვილი გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი ნინო ლოლაძემ, კოტე კაპანაძემ და შალვა გურაშიძემ მოიპოვეს. შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ქართველი სპორტსმენები ევროპის ჩემპიონობას ზედიზედ მეორედ დაეუფლნენ. ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 4-3 ძლია. მათ მოიგეს ევროპის ჩემპიონატი გუნდურ ასპარეზობაში და ეს ჩემპიონობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამდენად მოწინავეა მსოფლიოში ქართული ძიუდო. ამ მოგებით ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ძიუდოს მომავალი აქვს, რომელიც არაერთხელ დიდ გამარჯვებას აჩუქებს ქართულ გულშემატკივარს. შეგვხვდა ბატონი შალვა გოგოლაძე, მინისტრი, მადლობას ვუხდი მას დაფასებისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს სამინისტროს გვერდში დგომა ჩვენთვის და დიდ мотивაციას გვაძლევს. შედეგით რა თქმა უნდა კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ ჩემპიონები გავხდით. ფიზიკურად მეც ვერაფერს მოვიპოვებდით მაგაზე უკეთეს და იმითაც გახარებული ვარ, რომ ბოლოს ჩემზე გადაწყდა, ასე ვთქვათ, ოქროს მედლის შეხვედრა.
საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები 14 ნოემბერს საბერძნეთს ათენში დაუპირისპირდება, ხოლო 18 ნოემბერს გერმანიას უმასპინძლებს. მათთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის დინამო ბათუმი და ლუკა წულუკიძე და გურამ ჯაფარიძე. აღსანიშნავია, რომ 21 წლამდელთა ნაკრებს 5 ახალწვეული შეუერთდა. პაპუნა ბერუაშვილი, გიორგი გვასალია, ოთარ ჩოჩია, გიორგი რობაქიძე და დიმიტრი ხურცკაია. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. დღეისათვის კი ეს ბოლო სპორტული სიახლე იყო. მე მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.